აუბრის იმედი არა მაქვს, ამითაც გინდა დაგიხატო. აუცილებლად ხატვარმა ისაუბროს, ხატვარი საქმეა ხატვა. რამდენი სითბოა შენთან რამდენი გულწრფელი ალერსი რამდენი სიმღერა შენთან ქართული ხელოვნებისთვის თენგიზ მირზაშვილი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა არის ახალი თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის, რომელმაც შეიმუშავა თავის ხელწერა, თავის სამყარო, რომელიც განსხვავდება აბსოლუტურად ყველასაგან. რამდენი სითბოა შენთან თითქოს მზის სხივივით არის, სადაც შეხვალთ თუ კი ერთი ნამუშევარი მაინც კიდიან ოჯახში, გნებავთ საგამოფენო სივრცეში, ნებისმიერ სივრცეში, სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად თვალში მოგხვდებათ და აი თითქოს მზე რო ამოანათებს და ნელ-ნელა სხივები იფანტება. აი ესეა გაფანტული მისი ნამუშევრები, სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით. ყველას რო აქ ჩუბჭიკა რა და საზღვარგარეთ მით უმეტესად, იქაც თქვი რომ ალბათ ეგ არის აი ეს რაღაც საქართველოს ნაწილი, რომელიც ყველას უნდა რომ კონდეს. ამიტომ გიწოდებ მამაზეს ჩემთვის ნანათა ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი შტრიხით საკმარისია იმისთვის, რომ ამოიცნო მისი ხელწერა. ცხრათმა მამაზეს დიად, ამიტომ გიწოდებ მე ჩემ განათიად, ჩემ განათიად. აიბადა 1934 წელს სვანეთში, ნიჟარაძეების ოჯახში. მისი სვანეთში დაბადება განპირობებული გახდათ იმით, რომ მშობლები სოფიო ლენბერგი და რევაზ მირზაშვილი გახდნენ მხატვრები. სოფიო ლენბერგი აღმოჩნდა იმ პერიოდში სვანეთში, ასრულებდა თავის სამუშაოს. მოვიდა დიდი თოვლი და აღმოჩნდა, რომ უნდა იმშობეროს სვანეთში, რადგანაც ვერ იკვლევდა გზას თბილისისკენ. ასე დაიბადა თენგიზ მირზაშვილი, იგივე ჩუბჩიკა. ყველა მეგობარი მას მიმართავდა როგორც ჩუბჩიკას. ამ სახელის ნაცვლი გახდა ცნობილი მხატვარი ნელი კანდელაკი. სტუდენტობის პერიოდში ისეთი ხშირი თმა ჰქონდა და ამიტომ ეძახდა ჩუბჩიკ და ეს სახელი მოდის სტუდენტობის პერიოდიდან. არ იყო ადამიანი, რომელიც ითხოვდა, რომ მისთვის ბატონობით მიემართათ. მე მახსოვს მაგალითად აი ამ სახლში სულ პატარა ვიყავი, როდესაც პირველად გამიწყრა დედაჩემი უფროს ადამიანს, რატო მივმართავ შენობით და რატო რაუფლებით ვეძახი ჩუბჩიკას. რაზეც ბატონმა თენგიზმა თვითონ გასცა პასუხი და უთხრა, რომ ასეც უნდა იყოს და ეს სწორია და აი იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ნამდვილი მეგობრობა. რა თქმა უნდა არ იყო მარტო, იქ იყვნენ ედმონდ კალანდაძე, იქ იყო ჯიბსონ ხუნდაძე, ზურა ნიჟარაძე და ძალიან ბევრი მხატვარი. პრინციპში ამოსავალი ამ მხატვრებს აი სოციალიზმის საწინააღმდეგო თითქმის ყველას ჰქონდა იმპრესიონიზმი. იმიტომ რომ იმპრესიონიზმი იძლევდა ფორმით, ფერით, სინათლე თამაშის საშუალებას. ახალი სახვით ენის შექმნისთვის იმპრესიონიზმი იყო მათთვის საშუალება. მაგრამ შემდეგ უკვე ამათი გზები სრულიად სხვადასხვაგვარად წავიდა და საინტერესო ის არის, რომ თითოეული ეს მხატვარი ქმნის საკუთარ სტილს. აი ეს თავისუფლება თქვენ ნამუშევრებს რო ნახავთ, აუცილებლად იგრძნობთ, რომ არავით არის შეზღუდულობა, რამით ფერში გნებავთ აი კომპოზიციაში. არა, აი ეს მოდიოდა როგორც წყაროს წყალილი. თენგიზ მირზაშვილის ყველა ნამუშევარი არის ჩუბი. აი რაღაც ნამუშევარს რო უყურებ, იქიდან ხო მოდის ისეთი ემოცია, რომ აი გეტაკება, ხო ეს შენ თვითონ შეყავ ხარ ამ თავის სამყაროში, რაღაც ისე შედიხარ, რომ ვერც გრძნობ, რომ როგორ აღმოჩნდები თუ შეთში, თუ სადღაც იქ მთაში, თუ ნუ აი არაჩვეულებრივი უნარი აქვს, რომ გაგითავისოს ეს თავის შემოქმედება მოგიტანოს შენთან ახლოს, შენც ჩაქრთოს შიგნით და ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში არის თენგიზ მირზაშვილის ნამუშევარი. ნებისმიერი ფენის ადამიანი ხელოვნებასთან კავშირში არ არის, ეს მისთვის არის ძალიან ახლობელი, იმიტომ რომ არის ძალიან ადამიანური, ძალიან ჰუმანური.
ბავშვებს ზეთში მუშაობა არ უყვარდა, ტილოზე არ უყვარდა, იმიტომ რომ ეს დროში თითქოს გაწელილი პროცესია და ამიტომ აი ტემპერას უფრო კარგად ეგუებოდა, უფრო რბილი მასალა იყო მისთვის და მუყაოდა ტემპერა უფრო მისაღები იყო და თან ძალიან სწრაფად მუშაობდა და ხატავდა სულ გაუთავებლად. აი რო წარმოიდგინო სახლი და უცბად რაც მოგივა. ყველაზე სპეციფიკური ფორმა რაც არის ამ ობიექტის, აი იმას აკეთებს. და იმიტომ არის ესეთი დამაჯერებელი თან. თან თითქოს არაფერი არ არის, ახლა რა კუბიკები. ერთი ნაბიჯი არის კუბიზმამდე. როგორც კი რეალობის სიყვარულს, აი იმ ადგილის სიყვარულს მოაშორებ ამას. გადავა 4 კუთხედებში. თუშეთი არის თემა, რომელსაც სულ უბრუნდება და მთის თემა. თა არის ყველაზე მეტად შეურყვნელი ყოველთვის და მაშინ მით უმეტეს თაში გაცილებით უფრო მაღალი არის ადამიანური ღირებულებები. თაში ადამიანი გაცილებით უფრო ჰარმონიულად გრძნობს ბუნებასთან საკუთარ თავს. ყველგან სადაც არ უნდა იყოს, თქვა რომელიმე ნამუშევარი რომ ავიღოთ, ეს აუცილებლად ფიგურირებს. ეს პატარა ფიგურა წითელკაბიანი ქალის. და მან თქვა რომ ერთხელ როდესაც თუშეთში იყო, ნახა ეს კადრი, რომ ძროხებს მიერეკებოდა ქალი, რომელსაც საქსოვი ეჭირა ხელში და ამ მთის შიშველ ფერდობზე ეს წითელი კაბა იმდენად შთამბეჭდა ვიყო, რომ მთელი ცხოვრება თითქოს აი ეს ქალი დადის ერთი ნამუშევრიდან მეორე ნამუშევარში გადადის. ანუ სულ ცოცხლობს მის შემოქმედებაში. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს იმ პატარა ბაზილიკების თუ სახლების მიმართ, რომელსაც ხატავდა. ესენი მოგზაურობენ. აბარებდნენ აკადემიაში, შიშველი ფიგურა ბარდებოდა, რომელიც დგას ცალ ფეხზე, ხმა? და სულ იყო რა, ვარდება თუ არ ვარდება, ხო არ იქცევა ეს ფიგურა. ამიტომ არის უმარტივეს, აი აქედან ხაზი უნდა დაემთხოს შიდა კოჭს და არ ვარდება ფიგურა. აი ეს მითხრა, დამანახა როგორ ხატავს თვითონ თავი, რგოლები, მე ეს როგორ ერთდება და აი როგორ სვავ თავს ძალიან იოლად ტანზე. მარტივი უმარტივესი რა, აი ეგ იყო და ეგ თქვათ. და ეგ ნიშნავს ჩემთვის და მე მგონი ეგრეც არის რა, პედაგოგი ეგ არის. ეს დეფორმაცია და აი ეს გამარტივება ფორმის, რომელსაც თენგიზ მირზაშვილი აღწევს თავის ნამუშევრებში, ეს არის იმ საფუძველზე, რომ ის არას ჩვეულებრივად კარგად ფლობს ნახატის ტექნიკას და ფიგურის ანატომიას. თუ ფიგურას ანატომიურად ვერ ააგებ კარგად, იმას ისე ვერ დაანგრევ, რომ შეინარჩუნო აი ეს მთავარი სპეციფიკური ფორმა, რომელიც ემოციურად მოქმედებს მაყურებელზე. ძალიან საინტერესო არის მისი ურთიერთობა ტარკოვსკისთან, იმიტომ არის საინტერესო, რომ სრულიად განსხვავებული ესთეტიკა აქვს ორ შემოქმედს. აი ჩემთვის მათი ესთეტიკა რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ თუ ვნახავთ ჩვენ თენგიზ მირზაშვილის მიერ შესრულებულ შექსპირის ილუსტრაციებს, უკვე დავინახავთ რა იყო ის, რატომ დაინტერესდა ტარკოვსკი თენგიზ მირზაშვილთან ურთიერთობით. ეს რაღაც სხვანაირი გადაწყვეტა არის. ის მეგობრები, რომლებიც უახლოესი წრე ითვლებოდა თენგიზ მირზაშვილის, გახდათ ელდარ შენგელაია, გია ყანჩელი, რეზო გაბრიაძე. აი ეს ამ ადამიანებისთან ერთად მუშაობდა თეატრშიც, კინოშიც. მე მგონი 75 წელს იყო მიღწეული, როდესაც მამა ჩემს გამოუცხადა ანტვერპენში სტუმრობისას, რომ ეხლა ვისწავლეო ხატვაო, აი ეხლა მივხვდიო, რომ სრულებით გათავისუფლდაო ხელი. თვითონაც იყო ძალიან პროდუქტიული მხატვარი და გარდა იმისა, რომ თქვა იყიდებოდა ძალიან კარგად მისი ნამუშევრები, მის სიცოცხლეში იყო უანგაროდ გამცემი. 120-ზე მეტი წიგნი აქვს გაფორმებული თენგიზ მირზაშვილის. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ინტერესების ძალიან ფართო სპექტრი. ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ილუსტრაცია აქვს წიგნებისთვის, ხო, გაკეთებული და აი ეს მინიატიურებიც, აი იქაც ჩანს ინდივიდუალიზმი, რომელიც არასდროს არ აგერევა არავისში. ბოლო პერიოდში უფრო ჭარბობდა ის პოლიტიკური შარჟები, რომელიც მე ვთვლი, რომ არის მართლა რაღაც უნიკალური და გენიალური რა. ეს არის რაღაცა კიდე ცალკე სამყარო.
არსებობს ეგეთი გამოდგა ფეხით ჩემოერს ნამდვილად ფეხით ყავდა შემოვლილი საქართველოს მაშინაც მიკვირდა რომ ფეხით მიდის ვაფიქრობთ ეს რა გიჟია სად მიდის ნუ აი ეგრე დაუზარელი ადამიანი ბატონი თენგიზი იყო ძალიან დიდი და ღრმა მოაზროვნა ადამიანი რომელიც მთელი თავისი ცხოვრება რაღაცას ეძებდა და როგორც წესი პოულობდა აი ის ფოლკლორული საღამოები, რომლებიც გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში იმართებოდა, ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსი ჭინჭარაუ და თენგიზ მირზაშვილი, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელმაც წამოიწყეს ესეთი ძალიან საინტერესო ღამ, რომ ჩამოყავდათ ადამიანები მთიდან, რომლებიც აი სახალხო მთქმელები იყვნენ და სცენაზე აიყვანეს ფილარმონიაში და დაიწყეს ამ საღამოების კეთება. ეს იყო 14 აპრილი, როცა იყო ქართული ენის, ასე ვთქვათ, ხო, ის დღე, როცა უნდა აეგრძალათ, ასე ვთქვათ, რუსული უნდა ყოფილიყო და რაღაც დემონსტრაციის შედეგად დარჩა ქართული ენა. და აი ამის ერთი წლის თავზე მოხდა ზუსტად, რომ ფილარმონიაში აი ეგეთი საღამო. და ის რომ დღესაც, ვთქვათ, იწერება ლექსები და ფშავში და ხევსურეთში და ეგრე ლექსად საუბრობენ და კაფეაობენ, თქვათ, ექსპრომტად, ხო? ხა ეგ რატომაც იყო არც არავინ არ იცოდა რა, ფაქტიურად. და ეს იყო ისეთი შოკი, ძალიან ეროვნული, ძალიან სასიამოვნო, ძალიან საოცარი შეგრძნება რა. ეს მახსოვს ეს პირალა ხალხი, აი ყველა რა, რომელსაც ყველა სტრემლი მოსდიოდა. და ეგ იყო მეგონა ჩურჩიგასგარში საერთოდ არ მოხდებოდა, მე ეგრე მგონია. როდესაც შემოქმედი არის გულწრფელი და იქ არა აქვს ადგილი არანაირ რაღაცა თამაშს მაშინ იგრძნობა მისი ფესვები იყო რაღაც უდიდესი კოლორისტი რა საოცრად ეგრე კარგა მართლა აი ეგეთი საქართველო ხო ეგრე მარტივად მოწოდებული გენიალობა მე მირჩევნია რთულად მოწოდებულ გენიალობას ჩემთვის ესეთი იმპულსი არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება ალბათ ადამიანებსაც აგროვებს მე ნელ-ნელა იმას გასცემს